რა უნდა ვქნათ ფაღარათის დროს, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ფაღარათი არის უმეტეს შემთხვევაში თვით ლიმიტირებადი მდგომარეობა, ამიტომაც მშობლებმა ამ დროს უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, რომ ბავშვებმა მიიღონ ადეკვატური რაოდენობით სითხე და ავირიდოთ ისეთი ნიშნები, რომელიც გაუწყლობაზე მიანიშნებს. პირველი მოდი დავიწყოთ გაუწყლობის ნიშნებით. შეიძლება იყოს შარდვის შემცირება ან სრულად შეწყვეტა, ასევე კანი შეიძლება იყოს ფერმქთარი და კიდურები შეიძლება იყოს გაყინული და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მივაქციოთ ბავშვი აქტიურია თუ მივარდნილი არის. მეორე, რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, არის განავალში არის თუ არა სისხლიანი მინარევი და მესამე არის თუ არა შეშუპება და ასევე კანი ადვილად ზიანდება თუ არა, ან დალურჯებები ადვილად ვითარდება თუ არა და უცნაური სისხლდენა ხო არა აქვს, რომელსაც რაღაცა კონკრეტული წინსწრები მოვლენა არ უძღოდა თავს. თუ ეს სამივე ნიშანი გამოჩნდა, აუცილებლად მივდივართ მინიმუმ პედიატრთან და შეიძლება კლინიკაში მოთავსებაც კი დაგვჭირდეს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ პატარას თუ გქონია ფაღარათი და როგორ უმკურნალთ. კარგად.